მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღევანდელ ჩვენს ეთერში არის გადაცემა სრულიად გულწრფელად, ანუ გვისმენთ ხელისუფლება. ჩვენს წინა გადაცემაში შეგვპირდით, რომ როცა სტუმრად ყავდა ექიმი ონკოლოგი ზაქარია როჭიკაშვილი მოწვეული, შეგვპირდით, რომ ზაქარია როჭიკაშვილს წარმოგიჩენდით კიდევ სხვა ამპლუაში, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს საქართველოს გადარჩენის თაობაზე. მით უმეტეს, როცა დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ დღევანდელ სიტუაციაში კარგად ვიცით, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო საქართველო რამძიმე მდგომარეობაშია. თუ რა უშველის საქართველოს, ვინ უნდა გადაარჩინოს საქართველო, ვინ მოგვევლინება მხსნელად, ვინ იქნება მისი მოთავე და ასე შემდეგ, ეს ჩვენ არავინ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი შეხედულება, ანუ კონცეფციის სახით ჩამოყალიბებული თავიანთი შეხედულება, თუ რა უშველის საქართველოს და როგორ უნდა გადარჩეს ჩვენი სამშობლო. მას ასე დღეს წაგიკითხავთ აი იმ 9 ნეტარებას, რომელიც ექიმმა ონკოლოგმა, უბრალოდ ქართველმა მამულიშვილმა ზაქარია როჭიკაშვილმა კონცეფციის სახით შექმნა. თუმცა ამის შესახებ მომდევნო გადაცემაში მე წინასწარ გეუბნებით, შედგება ამაზე დებატები ბესარიონ მიქავასა და ზაქარია როჭიკაშვილს შორის. მას ასე ვიწყებთ აი ამ კონცეფციის წაკითხვას. ზაქარია როჭიკაშვილი მამულის მოყვარული კაცი ადგილის დედას არ მოშლის, არ გაასხვისებს მამაპაპეულ ქონებას და საკუთარ სახლში მდგმურად მოჯამაგირად არ დადგება. ანუ ქართველ მამულიშვილთა 9 ნეტარება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის ის პოლიტიკური მოსაზრება ზაქარია როჭიკაშვილის, ერთ-ერთი ქართველი ადამიანის, ქართველი მამულიშვილის, რომელსაც მიაჩნია თუ რა გზები უნდა გამოინახოს და მან გამონახა თავისებურად გზები, აი ეს გზები 9 ნეტარების, პოლიტიკური ნეტარების სახით, რამაც შეიძლება გადაგვარჩინოს ჩვენ აი ამ და ამოგვიყვანოს აი ამ მძიმე მდგომარეობიდან. მოკლედ ჩვენ რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო საქართველო. საქართველოს პირველი ნეტარება გახლავთ ასეთი: საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაშია. მეორე, საქართველოს ძლიერება მართლმადიდებლობაშია. მესამე პოლიტიკური ნეტარება: საქართველოს ძლიერება დედაენაშია. მეოთხე, საქართველოს ძლიერება მამულის სიყვარულშია. მეხუთე პოლიტიკური ნეტარება: საქართველოს ძლიერება მთავრობის ზრუნვაშია საკუთარი ხალხისადმი. მეექვსე, საქართველოს ძლიერება მოქალაქეობრივი შეგნების თითოეულ მოქალაქეშია. მეშვიდე პოლიტიკური ნეტარება: საქართველოს ძლიერება სამართლიანობაშია. მერვე, საქართველოს ძლიერება მოქალაქეთა შრომის უფლებასა და ერთად დგომაშია და ბოლოს მეცხრე პოლიტიკური ნეტარება: საქართველოს ძლიერება ჯანსაღ შთამომავლობაშია. აი ეს 9 ნეტარება რისთვისაც ღირს მამულიშვილად დაბადება და შესაბამისად მამულიშვილად სიკვდილი. აი ეს 9 ნეტარება რისთვისაც იბადებოდნენ და საარაკო გმირობებს ჩადიოდნენ სასიკადულო მამულიშვილნი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. აი ეს 9 ნეტარება რისთვისაც დავიბადეთ და სავსენი უნდა ვიყოთ მამულიშვილური სიამაყით, რომ ვართ ქართველნი. ახლა მივყვეთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილ 9 ნეტარებას და გავარკვიოთ, რომელი ერთი შემოგრჩენია. პირველი და ახლა იწყება გაშიფრვა აი ამ თითოეული პოლიტიკური ნეტარების. პირველი, საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაშია. ტერიტორიული მთლიანობა სადღაც გამქრალა და თითქოს ყველას დაგვიწყნია კიდეც, რომ ერთ დროს ვრცელი საქართველო ნიკოპსიიდან და რუბანდამდის ყოფილა გადაჭიმული. სულ ახლა ხან 18 წლის წინათ კი ჩვენი ძირძველი აფხაზეთი და შიდა ქართლი სეპარატისტების ხელშეწყობით, ჩვენი გულგრილობითა და მოღალატე შევარდნაძის მთავრობის რუდუნებით მიითვისა საქართველოს მტრული პოლიტიკის გამტარებელმა რუსეთის იმპერიამ, ხოლო 2008 წლის პროვოკაციული სამდღიანი ომის წარმოებით სააკაშვილმა ნოტარიულად გადაუფორმა შევარდნაძის მიერ გაყიდული ეს ტერიტორიები ისევ იგივე აგრესორს, რუსეთს. დასკვნა სააკაშვილის პოლიტიკამ არათუ ხელი შეუწყო აფხაზეთისა და შიდა ქართლის დაკარგული ტერიტორიების უკან საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, არამედ ადრე დაკარგულ ტერიტორიებს ზედ საჩუქრად დაუმატა 500 სოფელი და ნოტარიულად გადაუფორმა რუსეთს. შედეგად მივიღეთ ახალი უზარმაზარი ზვირთი დევნილი და გაუბედურებული მოსახლეობისა, ათასობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა და ასევე ათასობით გაუბედურებული ქვრივ ობოლი.
მეორე პოლიტიკური ნეტარების გარჩევა. საქართველოს ძლიერება მართლმადიდებლობაშია. ეკლესია მართლმადიდებლობა დღეს ერთი შეხედვით აღორძინების ფაზაშია. შენდება ეკლესია მონასტრები, მრევლი შემობრუნდა ეკლესიისკენ. განსაკუთრებით ახალგაზრდობა თითქოს ამ ხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ რით ავხსნათ სიტყვის თავისუფლების პოსტულაც ამოფარებული, ასე გახშირებული თავდასხმები ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ თვითშეგნებაზე. კერძოდ, მუდმივი თავდასხმის ქვეშ არის ქართული ქრისტიანული ოჯახის ინსტიტუტი, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ქრისტიანული ზნეობრივი ნორმები და ასე შემდეგ. თუ სამთავრობო სატელევიზიო არხებს ჩართავ, მთელი დღეების განმავლობაში სერიალებისა და ეგრეთ წოდებული თოქ-შოუების მეშვეობით მიმდინარეობს მხოლოდ უზნეობის, ზალადობის, გარყვნილების პროპაგანდა. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ოჯახის როლის დაკნინების გადაგება. გვეუბნებიან, რომ ქორწინებამდე ახალგაზრდათა უმწიკლოების დაცვა რბილად რომ თქვათ ძველმოდურია. ტელეეკრანიდან ყოველდღე გვიმზერენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები და გვიმტკიცებენ თუ რა კარგები და წარმატებულნი არიან. სასკოლო ასაკის მოზარდებში ნერგავენ ბოიფრენდებისა და გელფრენდების მოვლენას, როგორც ნორმას დღევანდელი ახალგაზრდების ცხოვრებისას. უდიდესი პროპაგანდა ეწევა ეგრეთ წოდებული ღამის ცხოვრებას და ასე შემდეგ. სააკაშვილის მთავრობა აშკარად თანაუგრძნობს და მფარველობს ისეთ აგრესიულ სექტანტურ მწვალებულ რელიგიურ დაჯგუფებას, როგორიც გახლავთ იეჰოვას მოწმეთა საგუშაგო კოშკი. ამის დასტურად ისიც კმარო, რომ მისი გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში ადეიშვილის კანტორა, იუსტიციის სამინისტრო, რეგისტრაციაში ატარებს ამ სატანისტურ ორგანიზაციას როგორც რელიგიას. აქვე მინდა გითხრათ, იეჰოველთა სექტა თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი სექტის სტატუსით არის. ჩვენს ქვეყანაში კი დამოუკიდებელ რელიგიურ აღმსარებლობა და აღიარებული. სწორედ იეჰოველებთან ბრძოლა შეეწირა პროფესორი გურამ შარაძე. იგი მოკლეს. დასკვნა, თუმცა ერთი შეხედვით მართლმადიდებლობა საქართველოს ძირითადი იდეოლოგიური საფუძველია, მაგრამ პარალელურად სახელმწიფო შანსს არ უშვებს ხელიდან მართლმადიდებლობისადმი მტრულად განწყობილი რელიგიებისა და აღმსარებლობის მხარდაჭერისა და წაქეზებისათვის. ის ყოველთვის გამოდის არატრადიციული სექტების მხარდამჭერად თავისი ტელევიზიებისა და ეგრეთ წოდებული არასამთავრობო, სინამდვილეში კი სამთავრობო ორგანიზაციებით. აქვე ჩანართის სახით მინდა გითხრათ, რომ ეს კონცეფცია დაწერილი არის დაახლოებით 4 თვის წინათ, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იდგა ასე ოფიციალურად მართლმადიდებლობის, მართლმადიდებლური ეკლესიების დაკნინების და საერთოდ ძირმოთხრის საკითხი. როცა არ იყო პირდაპირ აი ასე აშკარად მიმართული ის სიტუაცია, რომ ყველა კონფესიას აუცილებლად უნდა ქონოდა იურიდიული სტატუსი. ეს მხოლოდ ჩანართის სახით. მესამე პოლიტიკური მესამე პოლიტიკური ნეტარება, საქართველოს ძლიერება დედაენაშია. აი ია, აი თითი, აი მიშა, აი კახალომაია, აი ნიკა გვარამია, აი გიანოდია, აი დიმიტრი შაშკინი. სულ ეს არის დღევანდელი საქართველოს დედაენა. დღეს ქართული ენა ჩვენ და სამწუხაროდ სარგებლობს მეორე ხარისხოვანი ენის სტატუსით. კანონმდებლობით ის ერთადერთი სახელმწიფო ენადაა აღიარებული, მაგრამ დღითი დღე უფრო და უფრო კნინდება. იდევნება მშობელ საქართველოში. ქართული სრულყოფილი ცოდნა სულაც არ არის საჭირო სამსახურის დასაწყებად. სამაგიეროდ გვაფრთხილებენ, რომ თუ არ იცი ინგლისური, სამსახურს ვერ მიიღებ. აი შედეგი მიშას ნაციონალური პოლიტიკისა. და გაჩნდა ქართულის გვერდით მეორე და მასზე უფრო აუცილებელი დეფაქტო სახელმწიფო ენა. არადა რატყუილად გარჯილან ჩვენი სულმნათი განმანათლებლები, წმინდა ილია მართალი, სულხან საბა, დიდი იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდი, აკაკი შანიძე და ასე შემდეგ მრავალი ერის მოამაგე მამულიშვილი. ან კი რატყუილად გარჯილად დღევანდელთათვის ჩამორჩენილი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ქართველი ახალგაზრდობა 1978 წელს დედაენის დასაცავად, როცა საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით საფრთხე შეიქმნა მისი მეორე ხარისხოვან ენად გადაქცევისა. რამდენი ტკივილი და ტანჯვა გამოიარა ქართველმა ხალხმა დედაენასთან და მართლმადიდებლობასთან ერთად თავისი მძიმე და საამაყო ისტორიის გზაზე და მაინც სამივე ერთად მამული ენა სარწმუნოება ამაყად დაღლილნი და გამშვენებულნი ესტუმრნენ 21 საუკუნეს. მშვიდად ჩააბარეს დაღლილი სხეულები ახალ ნაციონალურ მოძრაობას იმ იმედით, რომ ახლა მაინც ექნებოდათ მშვიდად ძალების მოკრებისა და სიცოცხლის ახალი ძალით გაგრძელების საშუალება. მაგრამ აქ
აქაც მწარედ მოტყუდა სასიქადულო სამეული. დასკვნა ყოველდღიურ ცხოვრებაში მკვიდრდება გაუნათლებელი ქართული თმეტყველება, რაზეც განათლების სამინისტრო არათუ რეაგირებს, არამედ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გარკვეულწილად ახალისებს კიდეც ამ მოვლენას. სასწავლო პროცესი მიმართულია მხოლოდ უცხო ენებისა და კომპიუტერის გაძლიერებული სწავლებისკენ. სხვა ყველა საგანი მიფუჭეჭებულია და არასავალდებულო, თითქმის კლასგარეშედ არის მიჩნეული. მიზანმიმართულად კნინდება სწავლის ხარისხი არასწორი და დამღუპველი განათლების რეფორმით. სკოლიდან არასაკმარისი ცოდნით აღჭურვილი აბიტურიენტი შემდგომ უმაღლეს განათლებას იღებს მდარე, ვითომ დასავლურ ჰაიდლაინებზე შედგენილი პროგრამებით და იღებს არასაკმარის უმდაბლეს უმაღლეს განათლებას. შედეგად უმაღლესი სასწავლებლები კონვეიერული წესით პირდაპირ ქსეროქსზე ბეჭდავენ უვიც და ამბიციურ იურისტებს, უვიც და ამბიციურ ექიმებს, უვიც და ამბიციურ ჟურნალისტებს, უვიც და ამბიციურ ეკონომისტებს და მენეჯერებს, უვიც და გაუნათლებელ მასწავლებლებს და ასე შემდეგ. შედეგად ვღებულობ დაბალი განათლების მქონე, სამაგიეროდ ინგლისურის მცოდნე მომავალთაობას, რომელიც სააკაშვილის სინგაპურში იქნება მხოლოდ საშუალო მოსამსახურე პერსონალი საქართველოთი დაინტერესებული უცხოელი ტურისტებისთვის. თუმცა როგორც ირკვევა, ეს ინგლისურიც უხარისხოა, რადგან იმ უცხოელი მასწავლებლების უმეტესობა ფლობს მხოლოდ სალაპარაკო ინგლისურს 1000 გვარი არასწორი სლენგით. აი სააკაშვილისა და მისი თინეიჯერი და ინფანტილური მინისტრთა კაბინეტის რეფორმისტული პოლიტიკის შედეგი. მეოთხე პოლიტიკური ნეტარება. საქართველოს ძლიერება მამულის სიყვარულშია. მამულის მოყვარული კაცი ადგილის დედას არ მოშლის. არ გაასხვისებს მამაპაპეულ ქონებას და საკუთარ სახლში მდგმურად მოჯამაგირედ არ დადგება. იგი ყველა ღონეს იხმარს, ავად თუ კარგად თავად მოუაროს და უპატრონოს მამულს. მამულის მოყვარული კაცი საკუთარ შვილს არ ჩააგონებს უვარგისი და ზარმაცი ხარო. არამედ პირიქით, თუ ასეთ შეამჩნევს, კიდეც დაუყვავებს, განსწავლის, შეაჩვევს და შეაყვარებს მამულსა და მამულში შრომას. დღეს კი რა ხდება საქართველოში? გამოცხადდა დიდი სეილი და იყიდება საქართველო მინდორველით, მთაგორით, ტყით, ვენახით, სათესით, წარსულის ისტორიით, მომავალი სვებედით, მშვენიერის ენით, ნაქარგი ფარჩა ხავერდით, ვაშკაცურის ხასიათით, სტუმართმოყვარეობით, დიდებულის სანახაობით, წმიდა ჰაერით, ნაამაგების სახლით და კარით, ჩუქურთმებიანი მონასტრებით და ეკლესიებით, ჩქეფარე ნაკადულებით, ლურჯი ზღვით, მოწმენდილი მოკაშკაშებული ციით, ერით, ბერით, თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით, გონება გახსნილ ვაჟებით, მალხაზი ბავშვებით, ვერცხლისფერი თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით, იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დიდ, ცოლით და ნათესავ მოყვარეთი. ყიდის ყველა თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. იყიდება ყველგან, ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარსსა და ავდარში. იყიდება ერთიანად შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარა ნაჭრებად, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა, ნისიად, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოდ, ბანკის საშუალებით და ჩვენის დახმარებით. იყიდეთ ბარე, მთლად გაწეწეთ და გაგლიჯეთ. რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს, ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირის უფალს. ეს 1910 წელს, ზუსტად 100 წლის წინათ, სულნათი თავადის ნიკოლოზ რკიფანიძეს მიერ დაწერილი მინიატურა, ზუსტად ესადაგება ჩვენი გაუმაძღარი და მოღალატე მთავრობების ნამოქმედარს, რომელიც თავისი მომხოჭელობითა და ქვეყნის ღალატის სურვილით დამთვრალან და გამოუცხადებიათ საერთაშორისო საყოველთაო ფასდაკლება აუქციონი. თითქოს დღეს არის დაწერილიო, ისე მიესადაგება ეს მინიატურა დღევანდელობას. დასკვნა ესეც სააკაშვილისა და მისი ლეკვების ზრუნვა წინაპრების ნაანდერძზე ზურმუხტზე საქართველოზე. თუმცა მაგათი წინაპარი ხომ ალან დალასია და მათი დღევანდელი პოლიტიკური მამები ედუარდ შევარდნაძე, ჯორჯ სოროსი და დონალდ ტრამპია. რას მოველოდეთ სხვას? მეხუთე პოლიტიკური ნეტარება. საქართველოს ძლიერება მთავრობის ზრუნვაშია საკუთარი ხალხისადმი. ჩვენმა ამაგდარმა ბჭყალებში და ქართველი ხალხის სიყვარულში დაღლილმა, ესეც ბჭყალებში რა თქმა უნდა, სააკაშვილმა და მისმა პირმოუხოცავმა, მაგრამ ენერგიულმა ლეკვებმა საკუთარ ხალხზე ზრუნვას, ესეც ბჭყალებშია, შეალიეს თავიანთი თინეიჯერული ასაკი და დღეს უკვე ბავშვობა წართმეულნი და ხალხზე ზრუნვაში დავაშკაცებულნი გულმოდგინედ განაგრძნობენ ზრუნვას
ჩვენსა და ჩვენს მომავალზე. კერძოდ, გაპრეზიდენტების დღესვე დებდა თავის საინაუგურაციო ფიცს სულნათი მეფის საფლავის ქვასთან ცრემლებამდე მიგვიყვანა პათოსით წარმოთქმული თავისივე სიტყვით შეგვპირდა, რომ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვას შესწირავდა ყველაფერს, რაც მისთვის თვითფასია, თვით სიცოცხლესაც კი და წარმოგვიდგა საქართველოს გადასარჩენად და ასაღორძინებლად წარსულიდან გამოხმობილ დავით აღმაშენებლად. გულუბრყვილო და ცხოვრების სიდუხჭირით გატანჯული ხალხი კი ახალგაზრდა გულგახსნილი პრეზიდენტის სიტყვის მოსმენისას არ ზოგავდა ალალად ჩამოღრილ ბედნიერების სრემლებს, ყველას ეგონა მოვიდა მხსნელი ბედკრული სამშობლოსიო. მაგრამ რა, ამ სიტყვაში პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ფრაზა დღეს საქართველოს უკიდურესად უჭირს. ტერიტორიები წართმეულია, ხაზინა გაძარცულია, ქვეყანა დაქცეულია და ამიტომ დასაწყისისთვის ყველა ქართველმა აუცილებლად ქამრები უნდა მოვიჭიროთ, ცოტა გავიჭიროთ და ერთიანი ძალებით და ჩემის წინამძღოლობით მივიყვანოთ ჩვენი სამშობლო ბედნიერ და გაფუჭკვნილ ყოფამდეოდ დარჩა სიტყვად და მოწოდებად მხოლოდ ხალხისთვის და არა ნაცპარტიელთათვის. რა ხდება დღეს? სააკაშვილმა ქამრები ხალხს მოუჭირა, თვითონ კი ბოლომდე მოიშვა. ქვეყანა პოლიციური გახადა. სააკაშვილსა და ნაცპარტიელებს ყველა პატიოსთან და სამშობლოს ბედით შეწუხებულ, განათლებულ და ეროვნულ ადამიანში სამშობლოს მოღალატეები მოელანდა და იჭერენ გაუთავებლად ყრიან ციხეებში. შეურაცხყოფენ, აუპატიურებენ, კლავენ და უკანასკნელ სარჩოს ართმევენ იმ ხალხს, რომლებმაც დიდი მონდომებითა და მომავლის იმედით ნდობა გამოუცხადეს, აირჩიეს, გააპრეზიდენტეს და პატიოსთან წინამძღოლად დაიყენეს. მიენდნენ ეგონათ. არ გაამართლა თურმე, მაგრამ გვიანია, უკვე დანერგილია შიში და უნდობლობა ერთურჩი. საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში, ქუჩასა თუ კორპუსში დღეს უკვე სახლობს თითო ჩამშვები თუ შემდეგ გაბოზებული. უკვე წაშლილია სიყვარული და პატივისცემა მოყვასისა. ჩანერგილია შიში საკუთარი აზრისა და ეროვნული მსოფლმხედველობისა. უკვე გამქრალია იმედი გადარჩენისა და სიკეთის გამარჯვებისა. ქართველი კაცი საკუთარ სახლში უკვე მდგმურია და სჯიჯგნიან ძვალზე გადაკრულ უკანასკნელ ხორცის ნაჭრებს. ვიღაცამ თქვა, ახია ჩვენზეო, ნუ თუ არ ვიცოდით, რომ ურკვეველი ეროვნული კუთვნილების მქონე ნაბუშარის, ფსიქიკა დარღვეული და შეშინებული ბავშვობის მქონე ადამიანის მაგვარი არსების გაპრეზიდენტება არ შეიძლებოდაო. ნუ თუ არ ვიცოდით, რომ სამშობლოზე და ყველაფერ მშობლიურზე გაბრაზებული და გაბროტებული გუდუნები კეთილს არ დაგვაყრიდნენ და დათასავით ბოლოს არ მოგვიღებდნენ. ვაი შეუბედურო, წინ დაუხედავო, მრავალგზის შეცდომაში შეყვანილო და მაინც მიმდობო ქართველო, ჩაქნეული გაქვს უკვე ხელი მომავალზე ფიქრისთვის და უკანასკნელს რაც გაგაჩნია საარჩევნო ხმას ყიდინების მიერზე, ვინც უფრო მეც დაგპირდება, მერე რა რომ დანაპირებს არ გისრულებენ, შენ ხომ მიმდობი ხარ და გჯერა შენი ოცნების. დასკვნა, მიშა მაგარია, გაიძახის დიდი და პატარა, ზოგი დარწმუნებით, ზოგი ირონიით, ზოგი შიშით და ზოგი ზიზღით და ივსება საქართველოს ციხეები უდანაშაულო დამნაშავეებით, ქუჩები უსახლკაროებითა და ნაგვის ბუნკერებში კატებივით მოფუსფუსე ქართველი პროფესორ მასწავლებლებით, შრომის ბირჟები, უმუშევარი ქართველი უმაღლეს განათლებულებით და ჯანღონით სავსე ლამაზი დედებით, ქალბატონებითა და ჭარმაგი გონიერი მამაკაცებით, პარლამენტი და კანცელარია, სასამართლო თუ პროკურატურა, პოლიცია თუ უშიშროება, საავადმყოფო თუ სასწავლებელი, ჟურნალი თუ გაზეთი, ტელევიზია თუ რადიო, სახელმწიფო დაწესებულებები თუ კერძო სტრუქტურები, ოპერა, თეატრები, კაფე, რესტორნები, სავსეა სულ გაყიდული, მაგრამ მიშას მედლებით და გულდამშვენებული, დამსახურებული და ელიტად ქცეული ბოზებითა და პედერასტებით, ხოლო ბორდელები და სკვერები დაბალი რანგის, მაგრამ ასევე ბოზებითა და პედერასტებით იმის მოლოდინში, რომ ერთხელ მასაც შეამჩნევენ და ისინიც გახდებიან ნაბუშრების ელიტის წარმომადგენლები. გიხაროდენ, მიშა მაგარია. მეექვსე პოლიტიკური ნეტარება საქართველოს ძლიერება მოქალაქეობრივი შეგნების თითოეულ მოქალაქეშია. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, გული მიძგერ საქართველოსთვის და მინდა ჩემი ხმა შევუერთო სხვა ჩემნაირის ხმას და ამით გავაძლიერო ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად. ხომ არ მეტყვი, რომელ ოპოზიციურ პარტიას აქვს უფრო მეტი ფულადი რესურსი და მეც იქ მივალო. გამიკვირდა და ვკითხე, ფულიან ოპოზიციას რა დეძებ? მთავარია ის მონახო, ვისაც მეტი სიყვარული აქვს ქვეყნისა და ხალხის, ვინც მეტად მამულიშვილია და იზრუნებს მამულზე. შენც ის გააძლიერე მეთქი. ეს გასაგებია, მაგრამ როგორ ავარჩიო, თუ მათი სიყვარული სამშობლოსადმი იგივეა, რაც ნაცპარტიელების და ისინი მხოლოდ სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის თავისუფლებაზე ერთნაირად გაყვირიან. ყველას ერთიანად მხოლოდ სიტყვისა და ადამიანის თავისუფლება გონია საქართველოს თავისუფლება. მაშინ მივალ და ვისაც მეტი ფული აქვს, მას გავაძლიერებ და ხმასაც მას მივცემ. ის უფრო გამაძღარია და საქართველოსაც ნაკლებად გაღლեց. მეც მასარგებლებსო. დასკვნა, შემზარა ამისთანა კაპიტულანტურმა მიდგომამ
ქვეყნისადმი და მამულისადმი, ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური და ცხოველებისაგან განმასხვავებელი ღირებულებისადმი, მამულის სიყვარულისადმი. შემზარა იმის ხილვამ, რომ ერთ დროს გზნებით ანთებული ესტომაქ მოყვარე და ყველაფრისადმი განუკითხავი ამ მომრჩეველი არა დაგიდევს უმაღლეს მშობლიურ იდეას საქართველოს უწინარეს ყოვლისა და განსახიერება დღევანდელ ამომრჩეველთა უმრავლესობისა. იმავ წუთს მეც გავივლე გუნებაში ახია შენზე დამშეულო ღორმუცელა და პირადი ნეტარების მოყვარულო ქართველო მეთქი, მაგრამ იქვე შემეცოდა ჩემი ხალხი, რადგან ის ხომ ძლიერ დაიღალა და 20 წელია იტანს იმას, რაც მურვანყრუსა და ჯალალედინსაც არ მოუწევია დაპყრობილი ქართველი ხალხისათვის. აკი შაჰაბასმა ზუსტად ასეს თქვა თავის დროზე, მე იმდენს ვერაფერს დავაკლებ საქართველოს, რასაც თავად ქართველი მოსპობსო. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? მეშვიდე პოლიტიკური ნეტარება, საქართველოს ძლიერება სამართლიანობაშია. დღეს საქართველო გადაქცეულა უსამართლობისა და გაუტანლობის, ღვარძლისა და შურის უდიდეს სამჭედლოდ, ნაცმოძრაობის ობივატელი წარმომადგენელი დიდი კანონშემოქმედის სააკაშვილის მეთაურობით შემეწინააღმდეგება. რას ამბობ, შემართლა დაუნახავო, ხომ გავატარეთ სასამართლო რეფორმა და მოგიწოდეთ ყველას ჩვენი უზენაესი კანონის მორშილებისკენო. დიახ, დაგეთანხმებით, ბატონო ჩემო, თქვენ მართლაც შექმენით უვარგისზე და უკანონოზე უფრო უვარგისი და უკანონო, ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლის მოსპობაზე ორიენტირებული და თქვენზე ნაცმოძრაობაზე კოსტუმივით მორგებული კანონი. თქვენი ადამიანთ მოძულეობით, ისიც კი წაართვით მოსახლეობას, რაც თქვენის თქმით იმ ცუდი კანონის დროს მაინც მცირედით შემოგჩენოდა საქართველოს მოსახლეობას. თქვენ 1000 გზის გაუსწარით თქვენს წინამორბედს, ედუარდ შევარდნაძეს, სამშობლოსა და ხალხის სიძულვილში და შექმენით, ანუ რეფორმა ჰყავით მაშინდელი კანონი, რომელიც მცირედით, მაგრამ მაინც იცავდა მოქალაქის ელემენტარულ უფლებებს, სიცოცხლისა და შრომის თავისუფლებას, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პარტიული კუთვნილების თავისუფლებას, განათლებისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და ბოლოს უდანაშაულობის პრეზუმპციას. მაგრამ რა ხდება ახლა? მომისმინეთ ბატონო ნაცმოძრაობავ და საყურესავით გაიყარეთ ყურში, იქნებ გამოგადგეთ რამეში. სიცოცხლის თავისუფლებაზე ლაპარაკობთ, მაგრამ რა სიტყვით იმ უდანაშაულო და უკანონოდ სისასტიკის უმაღლესი გამოხატულებით თქვენ სიტყვებს მოვიშველიე პოლიციელთა გადაცდომით მოკლულ თუ ჩაცხრილულ მოქალაქეებზე, რომელნიც გამოაკლდნენ როგორც ქვეყანას, ისე ოჯახებს, გამოაკლდნენ ზუსტად თქვენი სანაქებო და მოდერნიზებული, უვიცი და გაბროტებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ და ყოველივე ეს ხდება როგორც თავისუფლებაზე, ისე თქვენს მიერ რეფორმირებული კანონის მეშვეობით ევროპულად მოდერნიზებულ ციხე იზოლატორებში. რა სიტყვით სახელმწიფოს ჩამოშლის საშიშროების მომიზეზები თქვენი ზონდერების მიერ მოკლულ და სიკვდილის პირას მიყვანილ მშვიდობიან მომიტინგეებზე, რა სიტყვით მათ ოჯახებს, სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში მძვინვარებს, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი, სიფილისი, ონკოდაავადებები, 1000 გვარი ინფექციური დაავადებები და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ არათუ მკურნალობთ პატიმრებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც არ აძლევთ საშუალებას დაეხმარონ თავიანთ პატიმრებს. თქვენ მათ სწირავთ გარდაუვალი სიკვდილისათვის. განა ეს არის ადამიანის სიცოცხლის უზენაესობა. ეს არის საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვა. აქ ყველაფერი სიცოცხლის მოსპობისკენაა მიმართული. შრომის თავისუფლებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე ლაპარაკობთ და თავს იწონებთ თითქმის ყოველ კვირას ახალი საწარმოს გახსნით, თუმცა ვერავინ ნახა თქვენს მიერ გახსნილი საწარმოები მუშა მდგომარეობაში, სადაც იმუშავებდა საქართველოს უმუშევართა არმიის თუნდაც ერთი წარმომადგენელი. ქვეყანა უმუშევრებითა და მათხოვრებით გაივსო. თქვენ კი თქვენივე ხალხს ჩაჩიჩინებთ, თუ როგორ ზარმაცია ქართველი კაცი და ამის გამო ვითომ იძულებული ხართ ჩამოგვისახ ბურები თუ 1000 ჯურის გადამთიელი. მზად ხართ მათზე გაასხვისოთ ქართული მიწა, რომელსაც უკვე რამდენი ხანია გეხვეწებათ ნამდვილი ქართველი გლეხი. დაიცავით ქართული ბაზარი უცხოური იაფასიანი პროდუქტის ექსპანსიისგან და მოგვეცით საშუალება დავამუშაოთ ქართული მიწაო, მაგრამ თქვენ არ გაწყობთ ქართველი კაცის გაძლიერება, რადგან ძლიერი გლეხი არ დასთმობს თავის სარჩოს მიწას და შეეცდება უფრო და უფრო მეტი დაამუშაოს და გადაარჩინოს უცხოელებზე გაყიდვისაგან. მაშინ ხომ საქართველო ქართველებისთვის დარჩება და თქვენ და თქვენს პატრონებს რაღა გეშველებათ? აქაც ყველაფერი საქართველოს მოსპობისკენაა მიმართული. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება
უფლებაზე ლაპარაკობთ და ნაცმოძრაობის მოსვლის დღიდან შეიზღუდა და დღესაც იზღუდება ეს უფლება. კერძო, თქვენი მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიხურა და გაქრა თავისუფალი ტელევიზია იბერია, რომელსაც ჰქონდა თქვენზე თქვენგან განსხვავებული აზრი, რომელიც თქვენ არ გაწყობდა. ტელეკომპანიამ ზედან იმთავითვე მოსპეთ საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ ოდნავ განსხვავდებოდნენ თქვენთვის სასურველი აზრისაგან. არადა ეს კომპანიაც თქვენივე მომხრე იყო. 2005 წლის აგვისტოში დაარბია და გააქრა თვალსაჩინარიდან ჟურნალი პრეს პრემიერი, ჟურნალისტური გამოძიება, რომლისაც სიკვდილივით გეშინოდათ და ცოტაც და ხელს მოაწერდით ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორის მკვლელობაზე. მას კიდევ წინააღმდეგობა ოდნავაც რომ გაეწია. რატომ მიზეზი თქვენგან განსხვავებული ხედვა და აზრი იყო და აგრეთვე ის, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ მოისყიდეთ, ვერ დააშინეთ, მაგრამ რა გინდა, ძალა აღმართა ხნავსო, თუნდაც ეს ძალა იყო უბინძურესი. კიდევ ასეთი რამდენი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ესეც საკმარისია დასკვნის გამოსატანად. აქაც თქვენი პოლიტიკა თავისუფალი სიტყვის მოსპობისკენაა მიმართული. პარტიული კუთვნილების თავისუფლებაზე საუბრობთ და ყველა პარტია აკრძალეთ, რომელსაც განსხვავებული ხედვა აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. მხოლოდ თქვენს მიერვე და თქვენივე რიგებიდან ფორმირებულ, ეგრეთ წოდებულ ვითომ ოპოზიციურ პარტიებს არქმევთ თქვენს ოპოზიციას და თავი მოგაქვთ თვალთმაქცი ხალხის გამოსაყეყეჩებელი ვითომ დემოკრატიით. თქვენ ბატონო ჩემო, თვითონ ფინანსდებოდით უცხოური ჯორჯ სოროსის ფულით და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე აუკრძალეთ სხვა პარტიებს უცხოური დაფინანსების მიღება, რადგან თქვენი და თქვენი დამქაშები შიშობენ, ვაი თუ ვერ შეინარჩუნოთ მათის დახმარებით მიღწეული, რადგან თქვენ ხომ გარანტი ხართ საქართველოს პოლიტიკის დასავლური ორიენტაციისა. მოსახლეობა გამოაყეყეჩეთ ამერიკა ევროპას ზახილით და ყველას მოღალატეს და ერის გამყიდველს ეძახით. თუ ვინმემ საქართველოს უპირველეს ყოვლისა დაიძახა, იმავ წუთს ჩასაფრებული აფთრების ხრობასავით მისცვივდები და საბჭოთა კავშირის აღდგენის მოსურნესა და რუსეთის აგენტს ეძახით. ის კი გავიწყდებათ და ხალხსაც დაავიწყეთ, რომ საბჭოთა კავშირი მართლაც და მაშინდელი 15 რესპუბლიკის რუსეთის ჩათვლით მტერი უკვე 20 წელია აღარ არსებობს მსოფლიო რუქაზე. თქვენ რუსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკისგან ქართველ ხალხს შეუქმერით მტრის ხატი და არ გვიშვებთ ნორმალური მეზობლური ურთიერთობა და ვამყაროთ უახლოეს მეზობელთან, რა თქმა უნდა თანაბარ უფლებიან და კეთილ მეზობლურ საწყისებზე. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთისათვის სისხლის ფასად მიყიდვაც ხომ ამ მიზანს ემსახურებოდა, რაც ამერიკული პოლიტიკის წაქეზებით ხდებოდა უდაოდ, რომ ქართველი და რუსი ხალხის სულებში ღრმად ამოტვიფრულიყო ურთიერთდაუძინებელი მტრობის ხატი და მანამ მსოფლიო ასპარეზზე ახლად გამობრძანებული ამ ორი ქვეყნის ხალხი გონს მოეგება და განსაზღვრავს თუ ვინ არის მათი დამოუკიდებლობის ნამდვილი მტერი, ანუ ამერიკა და ევროპა ინგლისის მეთაურობით გავა ძალიან დიდი დრო, რადგან სისხლით მტრობა გვიან ეძლევა დავიწყებას და ზემოთ ხსენებულ ნამდვილ მტრებს საკმაოდ დრო დარჩებათ ქართველი ერის სრული დაპყრობისთვის. იგივე მიზანს ემსახურებოდა 2008 წლის აგვისტოს სამდღიანი პროვოკაციული ომი რუსეთთან, რადგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებიდან გასული იყო ზუსტად 15 წელი და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ჭრილობების ნაწილობრივ მოშუშებისთვის. ახალ ომის უნახავ თაობასაც ხომ უნდა გასჯდომოდა რუსეთისაგან დაჩაგრული ქვეყნის შვილობის განცდა და მიზანიც მიღწეულია ის თაობა, რომელიც არათუ არ ყოფილა რუსეთში, არამედ შეგნებულად ენასაც კი არ სწავლობს ეგრეთ წოდებული მტრისას. დასკვნა, აი თქვენი მრავალპარტიულობა და აზრთა სხვადასხვაობა ღრმად პატივცემულო ნაცმოძრაობა, აი თქვენი დემოკრატია და პლურალიზმი. მე რატომღაც მგონია, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი დაგავიწყდათ. უდანაშაულობის პრეზუმპციაზე ლაპარაკობ და საკმარისია ვინმეს განეიტრალება მოგინდეთ, ამ ვინმე თქვენთვის არასასურველი აღმოჩნდეს, არა დაგვიდევთ თქვენს მიერვე დაწერილ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ამდენ ჩამშვებთა შორის ადვილად ნახულობთ გამოძიებასთან მოთანამშრომლე სულ გაყიდულ და ადამიანობა დაჩლუნგებულ ცრუ მოწმეებს და მხოლოდ ერთი ასეთი ადამიანის ჩვენება სრულიად საკმარისი ხდება უდანაშაულო ადამიანის უდანაშაულოთა საპატიმროში 10, 12, 15, 20 და ვინიცის სამუდამოდ გამოსამწყდებადაც კი გააჩნია ვინ რამდენად და რა სახით გადაურბინა წინ თქვენ შავ ბნელ გეგმებს. აივსო თქვენი საჯალათო საპატიმროები უდანაშაულო სააკაშვილისა და ძლიერთა ამას ოფლისათა პირადი პატიმრებით. სასამართლოს აგერ უკვე მერვე წელია პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ უარყვია და მხოლოდ ნოტარიულად ადასტურებს პროკურატურის საბრალდებო დასკვნებს. დასკვნა, აი თქვენი სამართლიანი სამართალი, აი თქვენი კანონი და დემოკრატია,
თქვენ ხომ თემიდას თვალებიც კი აუხილეთ და ასე ფულზე და სიმდიდრეზე თვალებ დაჭყეტით დახარბებულნი სჭრით და კერავთ ბოროტების მაკრატლითა და ნემსით. მერვე პოლიტიკური ნეტარება საქართველოს ძლიერება მოქალაქეთა შრომის უფლებასა და ერთად დგომაშია. ოდითგან ცნობილია ქართველი კაცის შრომის მოყვარეობა და გარჯილობა თავისი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ტყუილად არ შეერქვა უძველესი დროიდან ჩვენს ქვეყანას გეორგია, რაც მიწას მოქმედებას ნიშნავს. მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყნის სახელი ისე ზუსტად ვერ ასახავს თავისი ქვეყნის ძირეულ არს, როგორც ეს საერთაშორისო სახელწოდება საქართველოსი გეორგია. საქართველოს გეოგრაფიული და კლიმატური არეალის მრავალფეროვნება შესანიშნავ საშუალებას იძლევა სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგის უაღრესად განვითარებისთვის ამ ღვთივ კურთხეულ ქვეყანაში. თითქოს ერთი შეხედვით ქვეყნის კონსტიტუციაც უზრუნველყოფს თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უპირობო გარანტიას, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? 4,5 მილიონიან ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 1,800,000-მდე უმუშევარი. 1,5 მილიონზე მეტი მოქალაქე გასულია საზღვარგარეთ სამსახურის ძიებაში და უცხო ქვეყნებიდან ინახავენ აქ დარჩენილი ოჯახის უმუშევარ წევრებს. სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ამუშავებს სავარგულებს და ისინიც მიუტვიან უცხო ქვეყნებისაკენ მოჯამაგირეობის ძიებაში. ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფო მართვის დაწესებულებები და პოლიციის გაბერილი სტრუქტურები მუშაობს, სადაც მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 2% მსახურობს. კერძო სექტორში დასაქმებული მოსახლეობის ნაწილი მეწვრილმანი ვაჭრობის ჩათვლით შეადგენს მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 3-5%. ამრიგად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. ანუ ღატაკია და ეს არამც და არამც არ არის ქართველი კაცის სიზარმაცის ბრალი, როგორც ამას ხშირად წამოაძახებთ ხოლმე ბატონ ნაცპარტიელნო. ეს პირდაპირი გაგებით მხოლოდ თქვენი ბრალია და აი რატომ? თქვენ და თქვენმა მომხრეჯეელებმა ბატონებო მიზანმიმართულად დაიწყეთ ყველაფერი ქართულისა და მათ შორის ქართველთა პატიოსანი შრომის დისკრედიტირება. თქვენ გამოაცხადეთ ქართული უმაღლესი სამეცნიერო სკოლა ყავლგასულად და ამ მეცნიერების ბრწყინვალედ და საქვეყნოდ ავტორიტეტული წარმომადგენლობა ჩარეცხილებად. სანაცვლოდ ქვეყანას შესთავაზეთ ორ-კლას განათლებული საეჭვო სამეცნიერო ხარისხ შეძენილი ინფანტილური გაუშვის ულელიას რეზომიშველაძესი არ იყოს მსგავსი თინეიჯერი ეგრეთ წოდებული პროფესურა. ზუსტად ამით მოაშთეთ ჭეშმარიტად ქართული საამაყო და სულნად ქართულ მეცნიერ წინაპართა დიდი რუდუნებით შექმნილი მეცნიერული მოძრაობა და იგი ჩაანაცვლეთ ყალბი ვითომ დასავლური ჰაიდლაინური ზეპირსიტყვიერებით, რომელიც მიმართულია პირდაპირ ქართული სხარტი და გონება გახსნილი აზროვნების დასახმარებლად და ამოსაძირკვად. თქვენ და თქვენმა მომხრეჯეელებმა ბატონებო გააკოტრეთ და დაასამარეთ ქართული სახალხო მეურნეობის ყველა სფერო. ეს იქნება ენერგეტიკა თუ მძიმე მრეწველობა, სოფლის მეურნეობა თუ მსუბუქი მრეწველობა, მედიცინა თუ განათლება და ბოლოს და ბოლოს იურისპრუდენცია და ქართული სამართალი, რომელიც მე-11 საუკუნეების გარიჟრაზე თავს იწონებდა თავისი დახვეწილობითა და იმ დროისათვის არნახული და არ გაგონილი დემოკრატიულობით. ქართული მრეწველობის მოშთობითა და გაკოტრებით მიაღწიეთ იმას, რომ თქვენვე გაასხვისეთ ეს ობიექტები ჩალის ფასად თქვენს მიერვე შემოჩეჩებულ მტერზე. რუსეთზე და მათი ბიზნესის დაცვის გარანტად თქვენვე შემოუძახით რუსულ ჯარებს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს და მხოლოდ ერთი სურვილი გკლავდათ $50,000 სანაცვლად გორის ცენტრში სტალინის ძეგლი დაებომბა რუსულ ავიაციას. არადა 2007 წელს რუსული საჯარისო ფორმირებები მთლიანად გაყვანილ იქნა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. თქვენ და თქვენმა ჯეელებმა ბატონებო დაუდეთ საფუძველი საქართველოსა და ქართველიერის მეორე ხარისხოვან გადამთიელთა ფეხის საწმენ ერად გადაქცევას. ქვეყანას კვებავთ ტურიზმის გაფურჩქმნის ილუზიებით და ხალხისაგან მიზანმიმართულად აყალიბებთ ტურისტების მომსახურე, ოფიციანტებს, მეძავებს, დიდ ფულზე მეოცნებე, წვრილფეხა ბაცაცებს და უთამოყვარეო გაურკვეველი სქესისა და მწამსის მქონე მომხოჭელობის სცენით შეპყრობილ საზოგადოებას. თქვენ მიზანმიმართულად აძლიერებთ და ახალისებთ ისეთ ბიზნესს, როგორიცაა ეგრეთ წოდებული საბანკო ბიზნესი. ვითარდება უკაცრავად საბანკო ბიზნესი. ერთი შეხედვით არავით არის ცუდი იმაში, რომ საქართველოში საბანკო ბიზნესი ვითარდება. არაფერია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ამ საქმიანობას საქართველოში არანაირი კავშირი არ აქვს ჯანსაღ ეკონომიკასთან და დაკავებულია მხოლოდ მევახშეობით და ისედაც გაძარცვული ქართველი მოსახლეობის საბოლოო გაღატაკებითა და დასამარებით. და ზუსტად თქვენ უწყობთ ხელს ბატონებო ბანკების მიერ ამგვარ თავგასულობას.
რაზედაც თქვენი მონამორჩილი 2010 წლის მაისში ინტერნეტ გამოცემა პრეს კავკასიაჯიში წერდა და დღეს მსურს შეგახსენოთ აღნიშნული სტატია. დასკვნების გაკეთება კი თქვენთვის მომინდვია. დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნესი საბანკო ბიზნესია. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს და შვეიცარიასაც კი შეშურდებოდა ასეთი განვითარებული საბანკო ბიზნესი. საითაც გაიხედავ, ყველგან წამოჭიმულია დიდი თუ პატარა ბანკების ოფისები. ძირითად ფონდ საკრედიტო პოლიტიკაში ქმნიან ისეთი ბანკები, როგორებიცაა სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ქართუ ბანკი, ბაზის ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ტაო პრივატ ბანკი, შავი ზღვის ბანკი, თურქული ბანკი, სახალხო ბანკი, VTB ბანკი და ასე შემდეგ. მრავალი სხვა ათასი ჯურისა და წარმოშობის საეჭვო საფინანსო და საინვესტიციო ჯგუფები და ორგანიზაციები, რა ჩამოთვლის მათ უგრძეს სიას. ისმის კითხვა: პირველი, რა საჭიროა ესეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველო, ამდენი საფინანსო და საინვესტიციო საწარმო? მეორე, რაში დებენ ასე გაცხარებით ინვესტიციებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდის კოეფიციენტი 20 წელზე მეტია უდრის მინუს უსასრულობას? მესამე, რას აფინანსებენ, როცა საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდმივად ჩანაგდება ეკონომიკა, იხურება საწარმოები, იხურება სამკურნალო დაწესებულებები, მოშლილია და საბოლოოდ იშლება სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, დანგრეულია ფაბრიკა, ქარხნები, დანგრეულია საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა, აღარ არსებობს მეცნიერება, აღარ იქნება ხელოვნების ღირებული ნიმუშები, დანგრეულია სპორტი, მოშლილია ტურიზმი, დაკარგულია ტერიტორიის 20-25% და ასე შემდეგ. მეოთხე, საიდან ფინანსდებიან აღნიშნული ორგანიზაციები და საიდან ღებულობენ იმ მზარდ მოგებებს, რომლითაც წლიურ ბალანსებში აჩვენებენ და თავს წარმატებულ ბიზნეს პროექტებად წარმოაჩენენ. შესაბამისად, საახალწლოდ მათი მმართველები ერთმანეთს რეიტინგის მიხედვით აჯილდოვებენ წარმატებული ბიზნესმენის საპატიო ტიტულებით. მეხუთე, სად იმალება აღნიშნული ბიზნესის წარმატების გასაღები? მეექვსე, რატომ არის დღეს მთავრობის მიერ ამრიგად წახალისებული აღნიშნული ბიზნესი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი აუცილებლად შეიტანს გარკვეულ ნათელს საბანკო სისტემის ბურუსით მოცულ საქმიანობაში. მასაშე შევეცადოთ გავშიფროთ ზემო აღნიშნული რებუსი. ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს გულწრფელმა სწრაფვამ დასავლეთისკენ, მისმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ საქართველოს მსოფლიო კულტურის ჭიფშია მოქცეული, მისმა უდიდესმა საკურორტო თუ სატურიზმო პოტენციალმა, აგრეთვე წიაღისეული სიმდიდრეების, ლანდშაფტისა და რელიეფის საკმარისე დიდმა მრავალფეროვნებამ და მიმზიდველობამ, ქართული კულტურის მსოფლიო კულტურის სათავეებთან დგომამ და ასე შემდეგ გამოიწვია დასავლეთის ბიზნეს სფეროების გაცხოველებული ინტერესი და ფრთხილი, მაგრამ ჯიუტი სწრაფვა საქართველოსკენ, რაც მტკიცდება მათი გამოსვლებით სხვადასხვა ბიზნეს ფორუმებსა და სემინარებზე. შედეგად, საქართველოს ჩაერთო ერთიან მსოფლიო საბანკო საინვესტიციო ფერხულში. მსოფლიო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვადასხვა დახმარებითმა თუ დაპყრობითმა ფინანსურმა კორპორაციებმა დაიწყეს საქართველოს თანდათანობითი ათვისება ჯერ სიფრთხილით, ხოლო ნაციონალების მოსვლის შემდეგ განსაკუთრებული მონდომებითა და აგრესიულობით. ქართული საბანკო სისტემაში დიდი სახსრების ჩადება მათ კიდევ უფრო გააძლიერეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინ როცა ევროპასა და ამერიკაში მძვინვარებდა კრიზისი და წესით საქართველოსთვის არავის ცხელოდა. რაშია საქმე? პასუხი მარტივია: საქართველოს მისწვდა მსოფლიო კრიზისის საცეცი, დაეცა ფასები კერძო საკუთრებაზე, მასიურად იმატა უმუშევრობამ და კერძო ბანკებმა მსოფლიო კრიზისის მომიზეზებით დაიწყეს კრედიტორებისაგან ვალების უპირობო ამოღება. მრავალი სამშენებლო კომპანია თუ კერძო პირი იძულებული გახდა კრედიტები დაეფარა აშენებული თუ მშენებარე ბინებით, უძრავი ქონებით ჩალის ფასად. ბანკებმა სწრაფად აუღეს ალღო მათ მიერვე შექმნილ სიტუაციას და დიდი მოგებაც ნახეს უბრალო მოსახლეობიდან. კერძოდ, სხვადასხვა ბანკების კრედიტ ოფიცრები გამოჩნდნენ მაღაზიებში, ბაზრობებზე, დაარსდა უამრავი ფილიალი და დაიწყეს არამყარი სამუშაოს და არამყარი ფინანსური მდგომარეობის პირებზე განურჩევლად ასაკისა და სქესისა, სამომხმარებლო სესხების, საკრედიტო ბარათების, მიკრობიზნეს სესხებისა და სხვადასხვა საბანკო პროდუქტის კაბალური საპროცენტო განაკვეთით გაცემა. ამას დაერთო საბიუჯეტო თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე კრიზისის მომიზეზებით ხელფასების შემცირება, დაგვიანება ზოგჯერ რამდენიმე თვითაც და რაც მთავარია, შტატების შემცირება ბევრ დაწესებულებაში. მოსახლეობა დარჩა დაუცველი ბანკების წინაშე. შედეგად მივიღეთ უფრო მეტი უსახლკარო, უმუშევარი, გადახვეწილი საზღვარგარეთ გახშირდა თვითმკვლელობები, მოიმატა უიმედო მდგომარეობაში მყოფთა რიცხვმა და ასე შემდეგ. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ნაციონალურ
ანტიეროვნული მთავრობა არაფერს. თითქოს ვერც ამჩნევს ბანკების თავგასულობას. პირიქით თulis რა აღნიშნულ საბანკო ბანდიტიზმს საქართველოს ეკონომიკის წარმატებად ყველანაირად ახალისებს ბანკების მიერ მოსახლეობის ძარცვას. შედეგი გასაოცარია. საბანკო კაბალით დამორჩილებული მოსახლეობა ჩაფრენილია მწირ ხელფას და აღარ სცალია თვალი ადევნოს საქართველოს მთავრობის ანტიქართულ პოლიტიკას. სამსახურის დაკარგვით დაშინებული ადამიანი ხომ შეუძლებელია ქუჩაში გამოიყვანო. აღსანიშნავია, რომ ყველა სამომხმარებლო ცესხი გაცემულია საგარანტიო წერილით სამუშაო ადგილიდან, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შემდგომ ყოფილი სამუშაოს მიმცემი არაფრით აგებს პასუხს ყოფილი თანამშრომლის საბანკო პასუხისმგებლობაზე და იგი პირისპირ დაუცველი რჩება ხახად აღებული ლომის ბანკის წინაშე. ისტორიული ექსკურსი მკითხველისთვის. ირლანდიის პარლამენტის გამოცდილება ანალოგიურ სიტუაციაში გასული საუკუნის 70-იან წლებში ირლანდიაში კრიზისის პერიოდში მოხდა ანალოგიური შემთხვევა. კერძოდ, მთავრობაში დაინტერესდნენ საყოველთაო აპათიისა და უმუშევრობის ფონზე ლოთობის გახშირებული შემთხვევებით. სპეციალურმა კომისიამ გამოკითხვების შედეგებით დაასკვნა, რომ მოსახლეობაში ლოთობის ძირითადი მიზეზი პირდაპირ კავშირში იყო უახლოეს წარსულში ბანკების მიერ მოსახლეობაზე ადვილი სესხების გაცემასთან. უმუშევრობის ზრდამ გამოიწვია კრედიტების ვერ გასტუმრების საშიშროება უმუშევართა შორის. მოსახლეობა ჩავარდა პანიკაში, რამაც გამოიწვია უიმედობა და შედეგი ლოთობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, გაზრდილი დამნაშავეობა და ასე შემდეგ. აღნიშნულზე იმსჯელა პარლამენტმა და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გასტუმრებულ იქნა უმუშევართა საბანკო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და ბანკირებს მიეთითოთ გაამკაცრონ საგარანტიო პირობები კერძო პირებზე სესხის გაცემისას. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაცულ იქნა ბიზნესიც და პატიოსანი გადამხდელის უფლებაც. მეტად თუ ინტერესდებიან ჩვენი ხელისუფლების დასავლეთ წყალდალეული მესვეურნე მართვის ევროპული გამოცდილებით და თუ ინტერესდებიან რა დასკვნები გამოაქვთ. ყველაფერი მარტივი გენიალურია. კომენტარი თქვენთვის მიგვინდია კითხველო. დასკვნა: აი თქვენი ზრუნვა ბატონებო ხალხზე და ქართულ ეროვნულ ეკონომიკაზე. დევის საქართველო უკართველებოდ თქვენ პირნათლად ასრულებთ თქვენი დასავლელი პატრონების გულის საოხად და მოსახლეობას კვებავთ რაღაც აკვიატებული შიზოიდური იდეით. საქართველო უნდა დაემსგავსოს სინგაპურს და გაასწროს კიდეც თავისი სიმდიდრითო. მაგრამ ვისი იქნება ეს სიმდიდრე უსახლკარო და ღატაკად დარჩენილი ქართველისთვის? არა და არა ბატონებო, საქართველო სინგაპური ვერ გახდება და თუ მაინც ეცადეთ თქვენი მიზნის ასრულებას, უბრალოდ საქართველოს ნაცვლად დაჩლუნგებულ და პატივაყრილ ადამიანთა კოლონიას მიიღებთ, რომელთაც არ ექნება ჩერჩენილი არანაირი თავმოყარეობა და შორს იდგებიან მამული შვილური განცდებისგან. აი თქვენი ზრუნვა ქართველი კაცის დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის. მიდი მიაწექით. მიზანი თითქმის მიღწეულია. მეცხრე პოლიტიკური ნეტარება. საქართველოს ძლიერება ჯანსაღ შთამომავლობაშია. საქართველოს ახალგაზრდობა ოდითგანვე შესანიშნავი იყო თავისი გარეგნობითა და ერუდიციით, განათლებით, აზრის სისხარტითა და სიხალისით და ეს ყველაფერი შედეგი იყო საუკუნეების განმავლობაში ქართული გენისა და ტრადიციების შეგნებული და პედანტური გაფრთხილებისა ქართველ მამული შვილთა მიერ. საუკუნოვანმა და პროფიტმა ომებმა, გადამთიელთა მიერ და ქართველთა წინააღმდეგ წარმოებულმა მრავალჯერადმა და ხანგრძლივმა რეპრესიებმაც კი ვერ დაანგრიეს და ვერ მოსპეს გენი ქართული და ათასწლეულების გამოცდილებით გამტკიცდა მოსაზრება ვერანაირ ძალას და მტრობას ვერ ძალუც ქართული უდრეკი სულისა და გენის გადაჯიშება. მაგრამ ის რაც 1000 ჯურისა და სარწმუნოების მქონე პირსისხლიანმა დამპყრობლებმა ვერ შეძლო საუკუნეების განმავლობაში, სულ რაღაც 20 წელიწადში და განსაკუთრებით თქვენი მმართველობის 8 წლიან პერიოდში შეძელით და გადაშენების პერსპექტივის რეალური ფაქტის წინაშე დაგვაყენეთ ბატონო ქართველ ტყლაპია ნაცპარტიელნო. აბა რა არის თუ არა ერის გადაშენება, ყოველგვარი ხელშეწყობა და წახალისება გარყვნილებისა და უწესრიგო სექსუალური ცხოვრებისა. ნუ თუ ვერ ხვდებით, რომ ასე რიგად მომრავლებული ქადაგება საინფორმაციო საშუალებებით ქორწინებამდე სქესობრივი გამოცდილების აუცილებლობისა ღუპავს და ანადგურებს ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციას გენის სისუფთავისას. წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი ამბობდა, მექალთანე ამცრობს თავის ჯიშს. თანამედროვე მეცნიერებიც იგივეს ამტკიცებენ. ჩვენი წინაპრები გამოდიოდნენ თვითგადარჩენისა და ჯიშის გაგრძელების ერის გენოფონდის გაფრთხილების ძლიერი ინსტინქტიდან. ნუ ჩავუღრმავდებით მემკვიდრეობითობის რთულ პრობლემებს. აღნიშნოთ მხოლოდ, რომ ჩვენმა წინაპრებმა აპრიორშივე იცოდნენ ცხოვრებაში პირველი სექსუალური კონტაქტი ქალების გენეტიკური მემკვიდრეობითობის სისტემაში მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ტოვებს კვალს. და არა მარტო იმიტომ, რომ ამ დროს მის ორგანიზმში ხვდებიან ჰორმონები და ძლიერ მოქმედი ფერმენტები, რომლებიც ცვლიან მემკვიდრეობითობის მექანიზმს მთელი მისი შვილოსნობის პერიოდში, არამედ ამ დროს ადგილი აქვს ფსიქიკაზე
ძლიერ სტრესულ ზემოქმედებას და შესაბამისად ფსიქიკურ მემკვიდრეობითობასა და იმუნიტეტზე. შემთხვევითი კავშირების შედეგად დაბადებული თითქმის ყოველი ბავშვი არასრულფასოვანია როგორც გენეტიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ბიოლოგიურად. არის კიდევ ერთი მომენტიც, პირველი პარტნიორის სასქესო უჯრედები მართალია ჩქარა კარგავენ განაყოფიერების უნარს, მაგრამ თავისუფალი რადიკალების სახით შეიძლება არსებობდნენ რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლამდეც კი. მას ასე გინდათ სიცოცხლე ჩაისახოს კანონიერი ქმრისგან ზემოაღწევ უჯრედებს და თავისუფალ რადიკალებს შეუძლიათ მოახდინონ გავლენა ჩანასახზე, რის გამოც დაიბადება არასრულფასოვანი ბავშვი, მაგალითად დაუნი. ერთი სიტყვით გათხოვებამდე პატარძლის უმციკლობის თაობაზე ჩვენი წინაპრების ტრადიცია სულაც არ არის შუა საუკუნეობრივი გადმონაშთი. ეს გასინჯული და გამაგრებული იყო ეკლესიის მკაცრი მოთხოვნით, არა იმრუშო. ეკლესიური მოთხოვნა გარანტიას იძლეოდა ერის გენეტიკური ფონდის დაცვისა და შენარჩუნებისათვის, ცოლისა და ქმრის გენეტიკური თავსებადობისათვის, გამორიცხავდა მემკვიდრეობით დაავადებებსა და ერის გადაშენებას და ასე შემდეგ. აი რამდენ წმინდა სამედიცინო და გენეტიკურ ფუნქციას არეგულირებდა სახარების მხოლოდ ერთი მცნება. შესანიშნავი სიტყვები აქვს იოანე ოქროპირს ამის თაობაზე, თუ კი ვინმე შეუღლდება უბიწო ქალთან და ეწოდინება მხოლოდ მისი სხეული, მაშინ სიყვარული მათ შორის იქნება მხურვალე და ღვთის შიშიც მეტი ექნება. ქორწინება, რომელიც აერთებს სუფთა და შეუყვნელ სხეულებს, ნამდვილად წრფელი იქნება და შედეგად დაბადებული პირმშონიც აღივსებიან ღვთის უდიდესი მადლით, ურთიერთ სიყვარული და ღვთის მოშიშებით. მანვე თქვა, თუ არ გიმრუშია, არ იმრუშებ მომავალშიც, ანუ დაიცავ ცოლქმრული სარეცელის სიწმინდეს. საეკლესიო აკრძალვების მოხსნითა და ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიყვარულის გაცხადებით, განსაკუთრებულად კი დღევანდელი სექსუალური რევოლუციით დაიწყო ზნეობრივად და გენეტიკურად ერების გადაშენება. სექსუალურმა რევოლუციამ მაშინ, როცა დასავლეთში უკვე კარგახანია დაივიწყეს მის შესახებ, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მიიღო გარყვნილების ჰიპერტროფირებული ფორმა ყოველგვარი მორალური საზღვრებისა და ზნეობრივი კრიტერიუმების გარეშე. შეშფოთებით წერს ესპანური ჟურნალი კომბა. ეს არნახული მასობრივი გარყვნილება განსაკუთრებით გასაოცარია ისეთ ქვეყანაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ზნეობრივ სიწმინდესა და თავაშვებული სექსუალური ურთიერთობისაგან თავშეკავებას. ვინმე მხომაინც უნდა თქვას, ცხოველთა ჯოგური ნორმებიდან დროა დავუბრუნდეთ მორალის ადამიანურ ნორმებსო. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამაყვილებ თქვენს ყურადღებას. ყველაზე მაღალი შობადობა ახალშობილთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და უმნიშვნელო მემკვიდრეობითი პათოლოგიები ფიქსირდება კალმიკიაში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, იმიტომ რომ იქ ნაციონალური ტრადიციების გავლენითა და რელიგიური აკრძალვების შედეგად პრაქტიკულად ადგილი არ აქვს სქესობრივ კავშირებებს ქორწინებამდე. ეგრეთ წოდებული სექსუალური რევოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი საუკუნის მონაპოვარს, არამედ ის 1000 წლეულების განმავლობაში პრობლემა იყო ყოველთვის. ისტორიისთვის კარგადაა ცნობილი კაცობრიობის გამოცდილება. მსოფლიო რუქიდან დიდი ხანია გაქრენ სახელმწიფოები, სადაც გულგრილად უყურებდნენ გარყვნილებასა და თავაშვებულებას. ცხოვრობდნენ ზღვარს გადასული თავაშვებულობისა და სექსუალური თავისუფლების პირობებში, ეს ხალხები შობდნენ სულ უფრო და უფრო მეტ ოლიგოფრენებს და შედეგად იძირკვებოდნენ და ქრებოდნენ დედამიწის პოლიტიკური რუქიდან. მსოფლიო ისტორიაში ამის ბევრი მაგალითია. აღარ არიან ეტრუსკები და სემიტები, რომელნიც ჩაეფლნენ გარყვნილების მორევში. ოდესღაც ლევამოსილმა რომმა მასობრივ ორგიებში დაასრულა თავისი აგონია და აღიგავა პირისაგან მიწისა. ან კი სად არიან ისეთი ძლევამოსილი ხალხები, როგორებიც იყვნენ ხეთები, აცტეკები და სხვა და სხვა. ხსოვნა მათ შესახებ ისტორია შემორჩა მხოლოდ კედლებზე გამოხატული უმსგავსო და გარყვნილი სცენებით. ამ ხალხთა გადაშენება, გადაჯიშების სქემა ყოველთვის ერთნაირი იყო: მასობრივი პროსტიტუცია, სექსუალური გარყვნილება, ფსიქიკური გადახრები, სრულფასოვანი შთამომავლობის მოცემის შეუძლებლობა. ნუ თუ ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის გაკვეთილი, ნუ თუ ეს გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ კი სინამდვილეში უკვე ვდგავართ გადაშენების უბსკრულის საზღვარზე. უმუშევრობა მძიმედ დააწვა ოჯახებს და განსაკუთრებით ქალებს. სამუშაო ადგილები ზრდასრულებსაც არ ყოფნით და სად წავიდნენ გოგონების სკოლებისა და სასწავლებლების დამთავრების შემდეგ. ამიტომაც ინტიმური მასაჟის კლუბები და გაცნობის ბიუროები გაძეძგილია ახალგაზრდა, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი გოგონებით. გაზეთებში ჩნდება შემდეგი შინაარსის განცხადებები: ვეძებ უცხოელს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ფორმით ინტიმის ნაცვლად, მატერიალურად
უზრუნველყოს 18 წლის გოგონა. სამარცხვინო ამის წაკითხვაც კი პირდაპირ უსირცხვილოდ იყიდებიან მცირეწლოვანი გოგონები. მახსენდება ამას წინდელი გადაცემა, რომელიც გავიდა რუსთავი 2-ზე. კერძოდ, გადაცემაში დასმული იყო საკითხი ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ. თუ რამდენად მიზანშეწონილია გათხოვებამდე ქალიშვილობის დაცვა დღევანდელი ახალგაზრდების მიერ. აღნიშნული მიეწერა შუა საუკუნეებრივ გადმონაშთა რიგს. ამავე გადაცემაში მოწვეული იყო ქართული პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელიც, რომელმაც მაყურებელს აუხსნა თითქმის ყველა ნიუანსი, რაც დაკავშირებულია დარღვეული საქალწულე აპკის აღდგენასთან. გადაცემას მასპინძელთა მხრიდან აშკარად ირონიული ელფერი დაჰკრავდა და წამყვანი სასაცილოდ იგდებდა საქართველოში ოდითგანვე დამკვიდრებულ ქალწულობის ინსტიტუტს. ნეტავი სჭირდება თავისუფალი სექსის და გარყვნილების ქადაგება ჩვენს ქვეყანაში. თავისუფალი და ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირებისა, რომელიც წინამდებარე ნაშრომითაც ჩანს, თუ რაოდენ საშიში და დამღუპველი საფრთხეების შემცველია. ერის და უძველესი მაღალი კულტურის მქონე მცირერიცხოვანი ქართული გენოფონდი ველური და გარყვნილი დასავლეთის ფეხთაფეხ სიარულს უკაცრავად გაუძლებს კი ტრადიციებისა და უძველესი მაღალი კულტურის მქონე მცირერიცხოვანი ქართული გენოფონდი ველური და გარყვნილი დასავლეთის ფეხთაფეხ სიარულს და თუ დღეს ისეთ მრავალრიცხოვან ერებს, როგორიც რუსეთი და უკრაინაა, უკვე გაუჩნდა მწვავე, თითქმის გამოუსწორებელი პრობლემები საკუთარი გენოფონდის ამოძირკვის საშიშროების სახით, ძნელი მისახვედრი არ იქნება ის საფრთხე, რასაც საქართველოსთვის გარედან თავს მოხვეული სექსუალური რევოლუცია წარმოადგენს. ახლა თქვენს ყურადღებას ბატონო ნაცპარტიელნო მივაპყრობ მეორე უმწვავეს ასპექტს, თქვენს მიერ შემოთავაზებული გაბრწყინებული ბრჭყალებში ცხოვრებიდან. ეს არის ეგრეთ წოდებული ღამის ცხოვრების ფართო რეკლამირება. კარგად რომ გაგაგებინოთ უაღრესად დიდი საშიშროება ამგვარი ცხოვრების სტილისა, მოვიყვან რამდენიმე კომპეტენტურ ინფორმაციას ეგრეთ წოდებული გასაიდუმლოებული საჯარისო ნარკოტიკის შესახებ. ამფეტამინის ისტორია. ამფეტამინი მიღებული იქნა 1922 წელს, როგორც მადის დამაქვეითებელი საშუალება. ამფეტამინებმა თავიდან სამხედრო დანიშნულება შეიძინეს, ხოლო შემდგომ დამკვიდრდნენ მსოფლიოში და ფსიქოთერაპევტულ პრაქტიკაში ჰპოვეს საყოველთაო პოპულარობა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როცა იაპონია ამერიკული ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, პოლიცია სხვადასხვა მიზეზების გამო დაკავებული მოზარდების ჩხრეკისას მათ ჯიბეებში პოულობდა რაღაც ტაბლეტებს, რომელიც როგორც გაირკვა, ამფეტამინი იყო. ომის დროს ამ პრეპარატს აძლევდნენ ამერიკელ მფრინავებს და მეზღვაურებს დაღლილობის მოსახსნელად. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს ძილიანობასთან საბრძოლველად და საბრძოლო სიფხიზლის ასამაღლებლად. 1954 წლისთვის იაპონიაში უკვე 100,000-ობით მოზარდი გახლდათ ამფეტამინის ბოროტად მომხმარებელი. 50-იან წლებში ზუსტად იაპონელი მოზარდების მიერ ამფეტამინის ბოროტად მოხმარებამ დაუდო საფუძველი მე-20 საუკუნის მოზარდთა ნარკომანიის ეპიდემიას. იაპონიიდან ეპიდემიამ გადაინაცვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდგომ ევროპაში. ამფეტამინომანია განსაკუთრებით გავრცელდა ინგლისისა და შვედეთის მოზარდებში. ამფეტამინი, როგორც დაღლილობის მოსახსნელი და აქტივობის ასამაღლებელი საშუალება, მოზარდებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდა ორი მიზეზის გამო. ზუსტად 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატების მოზარდებში მოდურად იქცა ცეკვები მთელი ღამე. ანუ ცეკვები, რომლებიც მოცეკვავეებისაგან, მთელი ღამე სპეციალურ ღამის კლუბებში ცეკვავდნენ როკ-ენ-როლს, ტვისტს, შეიქს, ანუ ცეკვებს, რომლებიც მოცეკვავეებისაგან მოითხოვდა დიდძალი ენერგიის ხარჯვას. ამფეტამინი მოზარდს საშუალებას აძლევდა ყოფილიყო სხვათა სიმაღლეზე და ზოგ შემთხვევაში ეჯობნა კიდეც თანატოლებისათვის გამძლეობაში. მეორე მიზეზი ამფეტამინის სწრაფი გავრცელებისა იყო იმ დროისათვის მომრავლებული მოზარდთა ბანდები, რომელნიც სისხლიან გარჩევებს აწყობდნენ ტერიტორიებისათვის ბრძოლაში, რაც ასევე მოითხოვდა განსაკუთრებულ გამძლეობას, აგრესიულობასა და გამბედაობას. ყოველივე ამას მშვენივრად უზრუნველყოფდა ამფეტამინი. ასტიმულირებდა აგრესიულობას, აქრობდა შიშს, ამძაფრებდა ყურადღების კონცენტრაციას, ანიჭებდა თავდაჯერებულობასა და ამაღლებდა ბრძოლის უნარიანობას. შედეგად უკვე 1964 წლისთვის ინგლისის მოზარდთა 18%, რომელნიც პოლიციის მიერ იქნენ დაკავებულნი სხვადასხვა დანაშაულებათა გამო, შემოწმებისას შარტში აღმოაჩნდათ ამფეტამინის დერივატები. შვედეთში 1966 წელს ამფეტამინს ბოროტად იყენებდა მოზარდთა 28%. კალიფორნიაში 70-იანი წლების დასაწყისისთვის სასკოლო ასაკის მოზარდთა 20% მოიხმარდა ამფეტამინს და საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამფეტამინი
ვრცელდებოდა რეგიონისა და კლასის განურჩევლად. სესერეკეში ამფეტამინი იწარმოებოდა 40-იანი წლებიდან, მაგრამ შეზღუდულად გამოიყენებოდა სამედიცინო პრაქტიკაში და ძნელად საშოვნელი იყო. 80-90-იანი წლებისთვის ამფეტომანია მოედო ჩრდილო-დასავლეთ რუსეთს, ყაზახეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. სუფთა პრეპარატს იშვიათად გამოიყენებდნენ მისი საკმაოდ ძნელად ხელმიწვდომობის გამო. 60-იანი წლების შუა პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოზარდებმა დაიწყეს ამფეტამინის ინტრავენურად შეყვანა. ინტრავენური შეყვანისთვის ხშირად გამოიყენებოდა მეთილფენამინი და მეთილფენიდატი. სესერეკეში მისი დასახელებაა მერიდილი, მაგრამ უფრო ცნობილია როგორც ცენტედრინი ან რიტალინი. 70-იან წლებში ამფეტამინის ბოროტად მოხმარების ფაქტებმა დასავლეთის ქვეყნებში დაიწყო შემცირება. ამფეტამინი შეცვალეს მარიხუანამ, ჰეროინმა, ჰალუცინოგენებმა და ინჰალაციურმა ნარკოტიკებმა. ამფეტამინები კვლავინდებურად ინარჩუნებდნენ თავის სამხედრო მნიშვნელობას. ისინი ფართოდ გამოიყენებიან ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქვედანაყოფების აფთიაქებში. მათი წარმოები დაკავებულია მსოფლიოს ფარმაცევტული წარმოების ათეულობით ფირმა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით ამფეტამინები შეყვანილია ნარკოტიკულ საშუალებებში. ამის მიუხედავად ამფეტამინებით შავი ბაზარი დღეისათვის საკმაოდ გაჯერებულია. ამფეტამინები დღეისთვის შავ ბაზარს მიეწოდება მარილების, ფხვნილებისა და ტაბლეტების სახით, ან როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ემპათოგენებისა ექსტაზის MDMA-ს შემადგენლობაში. ექსტაზი იგივე MDMA 3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნილებადი ნარკოტიკია ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მოზარდთა შორის. 21 საუკუნის დამდეგისთვის კი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება მოზარდი თაობის მზარდი დაინტერესება ამ ნარკოტიკით. საქართველოში ამ ბოლო დროს ძლიერ მომრავლდა ღამის კლუბები და ღამის ბარები. მოზარდა ახალგაზრდა თაობაში მოდური გახდა ეგრეთ წოდებული ღამის ცხოვრება. შესაბამისად გამოჩნდნენ ღამის ბარები, სადაც შესაძლებელია ექსტაზის შეძენა დაღწ ქვებიდან. გარდა ამისა, თვითონ ღამის კლუბების მეპატრონეთა ინტერესში უნდა იყოს ისეთი პრეპარატის მიწოდება კლიენტურისათვის, რომელიც კლუბში სიამოვნებით გაატარებს დროს დილამდე, რაც ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ დატვირთვებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული სტუმარს, რომელიც ეწვია ასეთ ბარს შესთავაზონ ექსტაზი. ექსტაზი შეიძლება შეგვხვდეს მომჟავო გემოს მქონე სხვადასხვა ფორმის და ფერის ტაბლეტებისა და ბურთულების სახით. ექსტაზი მიეკუთვნება ემპათოგენების განსაკუთრებულ კლასს, როგორიც ეიფორიის გამომწვევი და შინაგანი მეს დამარბილებელი პრეპარატია. ემპათოგენეზი ეს არის სიყვარულის და ემოციური სიახლოვის მძაფრი განცდების შერწყმა პირად ურთიერთობებში ყველანაირი ბარიერის მსხვერპლობასთან. ექსტაზის მოქმედების ქვეშ ბევრად ადვილია ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობათა შემაკავებელი შესაძლო წინააღმდეგობები, ისეთი როგორიცაა მორცხვობა და უხერხულობა, მთლიანად ქრება უკვალოდ. ემპათოგენეზია ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ექსტაზი ცნობილია როგორც სიყვარულის ნარკოტიკი. ემოციური სიახლოვის გაძლიერებული განცდა მიზეზია თავაშვებული და თავდავიწყებული ინტიმური ურთიერთობისა აბსოლუტურად უცხო გარემოში და უცხო პარტნიორებთან. ენტაქტოგენეზი, ანუ შინაგანი შემხებლობა, ეს ყველაფრის მომცველი შეგრძნებაა. თითქოს სამყაროში ყველაფერი კარგადაა და წესრიგშია. ამ გრძნობას აღწერენ როგორც მშვიდობა ან უბრალოდ ბედნიერება, ანუ ეიფორია. გარდა ამისა, როგორც წესი, ყოველდღიურობა გეჩვენებათ არანორმალურად საინტერესოდ და ლამაზად. ამგვარად ძვირფასო მკითხველო ჩვენ მეტნაკლებად შევძელით ამფეტამინის და მისი ჯგუფის პრეპარატებისათვის, ისეთებისთვის, როგორებიცაა მეტამფეტამინი, ექსტაზი, MDA და სხვა დამახასიათებელი მოქმედების მექანიზმი და ძირითადი გამოყენების სფეროები. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილები და ღამის თინეიჯერული საცეკვაო კლუბები. შავი ნარკობაზარი ზუსტად ამ კლუბების მეშვეობით ახერხებს ამდაგვარი ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციას. დღეს საქართველოში ასე რიგად მომრავლდნენ ღამის კლუბები და არც ერთი მათგანი დილამდე მოძიგძიგე კლიენტების ახალგაზრდობის ნაკლებობას არ უჩივის. თანაც მოზარდ თაობაში ურაგანივით შემოვარდა ცხოვრების ახალი წესი, სტილი, ღამის ცხოვრება. თუ მთელი ღამე არც ეკვალ რომელიმე დისკო-ბარში გოიმი ხარ და მეტი არაფერი. სახელმწიფო პოლიტიკის ვექტორიც მყარადაა გადახრილი მხოლოდ გართობაზე ორიენტირებულ ქვეყნად გარდაქმნისაკენ და მიზანმიმართულად ეწყობა ხელი ამ ბიზნესს. უკანასკნელ წლებში შენდება მხოლოდ სასტუმროები და ღამის კლუბები.
თუ დისკოტეკები, რესტორნები, თუ სტრიპტიზ ბარები, მაშინ როცა ერთი ბიბლიოთეკაც კი აღარ შეკეთებულა ქვეყანაში. იბადება ლოგიკური ეჭვი, რატომ არ ამოწმებს ღამის კლუბებს ნარკომანიასთან შეურიგებლად მებრძოლი სახელოვანი პოლიცია და არ ინტერესდება როგორ ახერხებენ ჩვენი მოზარდები და ახალგაზრდები იმ დატვირთვების გადატანა ატანას, რასაც მოითხოვს ღამის კლუბებში მთელი ღამის განმავლობაში უნიჭო მუსიკაზე, თუ ამას მუსიკა ქვია ჯოჯოხეთური ბუღრაობა. იქნებ გონიათ, რომ მაინცსა და მაინც ქართული მოუდრეკელი ჟინიანობის და ღვთაებრივი უშრეტი ენერგიის წყალობით ახერხებდნენ ჩვენი შვილები ამგვარი ატომური ენერგიის ფქვევას, ხო და ეგონოთ რით ავხსნათ ასე მოზარდთა გახშირებული დამნაშავეობა, თვითმკვლელობები, ახალგაზრდა ასაკის ეგრეთ წოდებული ჩაშვებული ნარკომანია, რას დავაბრალოთ ამდენი აგრესია მოზარდთა ახალგაზრდა ასაკში, გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის. იქნებ ყოველივე ეს ასეც უნდა იყოს და ჩვენ ნამეტანს მოვითხოვთ გუშინ ასევე თინეიჯერ და დისკოტეკებზე მოჯირითე, დღემდე თინეიჯერ და საეჭვოდ აღტყინებული დაუშრეტელი ენერგიის მქონე და წარამარად ცხვირის ქექვაში ტყავგამძვრალი მთავრობისაგან. როგორც სტატიის ფარმაკოლოგიურ ნაწილში აღნიშნეთ, ამერიკის შეერთებულ შტატების საჯარისო შენაერთები აქტიურად გამოიყენებდნენ და დღესაც აქტიურად ტოვებენ ჯარის აფთიაქებში ამფეტამინს, როგორც შიშის დაძლევის, შფოთვის მოხსნის, დაღლილობასთან საბრძოლველ, აგრესიის გამაძლიერებელ საშუალებას. საქართველოს ამერიკულად მოდერნიზებული ნაწილებიც არ არის გამორიცხული, რომ საკუთარ აფთიაქებში ინახავდნენ აღნიშნულ პრეპარატს, რომელსაც ალბათ იყენებენ კიდეც დანიშნულებისამებრ, მაგალითად ერაყში, ავღანეთში და ბოლოს სულ ახლახან 2011 წლის 26 მაის გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმების მიერ მომიტინგეთა დარბევის კადრებს რომ ვადევნებდით თვალს, ყველამ ნათლად დაინახა თუ რა არაადამიანური და საღი გონებისათვის ამოუხსნელი სისასტიკით არბებდნენ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავთა სპეცდანიშნულების მებრძოლები საკუთარ მოსახლეობას, რომელსაც უნდა იცავდნენ და არა სასტიკად სცემდნენ და კლავდნენ. მე მათში დავინახე 1989 წლის 9 აპრილის ამფეტამინით გაჟღენთილი კაციჭამიები. თუმცა განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ხალხს გასაგზევი გზა მაინც დაუტოვეს, ხოლო ახლა განწირულნი ალყაში ყავდათ მოქცეულნი. თქვენ გაგიმარჯოთ, საკუთარ დამშეულ და დაუძლურებულ ხალხზე გამარჯვებულო და ჯონ ბასისთვის თავზე ვაზელინ წასმულო ნაცპარტიელნო. დასკვნა, ესეც თქვენი ზრუნვა ჯანსაღი და ძლიერი თაობისთვის. მაშასე ჩვენ განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნაციონალური მოძრაობის ნამოქმედარი და კარგად გამოჩნდა მათი ძალისხმევის შედეგი. ქართველი მამულიშვილის 9 ნეტარებიდან აღარაფერი შემოგჩენია და რა გითხრათ, რით გაგახაროთო. ეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პატივცემულო საზოგადოებამ, რომ ეს კონცეფცია საქართველოს გადარჩენისა და ქართველი ერის გადარჩენის, ანუ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, ჩვენი მამულის გადარჩენის 9 ნეტარება შემოგთავაზა ექიმმა ონკოლოგმა, ეროვნული მოძრაობის ადრე თავის დროს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელმა ზაქარია როჭიკაშვილმა ჯერ კიდევ 30 აპრილს 2011 წელს იქნებ კარგად მოусმინოთ ხელისუფლება, თუ კი მართლა ხართ თქვენის ხელისუფლება, რომელსაც გსურთ საქართველოს გადარჩენა, კარგად მოусმინოთ და გაითვალისწინოთ ეს 9 პოლიტიკური ნეტარება, როგორც მას ბატონმა ზაქარია როჭიკაშვილმა უწოდა და ეგება გავითვალისწინოთ ყოველივე აქ მოყვანილი პუნქტები, ჩვენ პრობლემა წარმოგიჩინეთ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და როგორ შეიძლება ამ პრობლემების აღმოფხვრა და თუ თქვენ მართლა ინტერესი გაქვთ სამშობლოს, ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა, მაშინ გაითვალისწინებთ. თუ არა და იქნებ გზა დაუთმოთ იმ ქართველ მამულიშვილებს, რომლებიც საქართველოს თავიანთ სამშობლოს მართლა გულშემატკივართ, თავიანთ სამშობლოს გადაარჩენენ, თავიანთ ქართველ ერს გადაარჩენენ, მართლმადიდებლობას გადაარჩენენ. იქნებ დრო არის ვიფიქროთ ამაზე, ვინც მოусმენს აი ამ და ვინც უყურებს ამ ჩვენს გადაცემას, იქნებ ყველანი ერთად დავფიქრდეთ, ვისაც გულში ქართული სისხლი გვიძგერს, ვისაც სხეულში ქართული გული გვიცემს. მადლობთ ბატონო ზაქარია, ჩვენ კი მომავალ გადაცემაში შემოგთავაზებთ დებატს ბატონ ბესარიონ მიქავასა და ამ კონცეფციის ავტორ ზაქარია როჭიკაშვილს შორის, სწორედ აი ამ 9 ნეტარებასთან დაკავშირებით. ზაქარია როჭიკაშვილის კონცეფციას 9 ნეტარებასთან დაკავშირებით კითხულობდა ჟურნალისტი ქეთ სესიაშვილი, გემშვიდობებით ნახვამდის.